ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ დღის პოლიტიკურ თემებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან ირაკლი ჭეიშვილთან. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ. დავიწყოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თბილისში ვიზიტით. ამ დელეგაციის წარმომადგენლები ვიცით რომ ორი დღეა ხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს. დღეს იყო უმრავლესობასთან შეხვედრაც. რა შეცვლის ეს შეხვედრები იმ დამოკიდებულებაში, რაც ხედავთ რომ სხვა ევროპული ორგანიზაციების მსგავსად ასამბლეასაც ჰქონდა და აქვს მაგალითად 4 ოქტომბრის ძალადობრივი ეპიზოდის შეფასებისას და ზოგადადაც რა დატვირთვა აქვს ამ ვიზიტს იმ ურთიერთობაში, ან რა ცვლილება შეიძლება შეიტანოს მან იმ ურთიერთობაში, რაც ახლა არსებობს საქართველოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის, ანუ იმ ორგანიზაციას შორის, რომელშიც მუშაობაც საკუთარი ინიციატივით აქვს შეწყვეტილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა შეხვედრა დელეგაციას, პასეს დელეგაციას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მიშელ პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დაუფიქსირა ჩვენი ურყევი, ესე ვთქვათ, პოზიცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რაც გვაქვს, აბსოლუტურად ბოლომდე იქნება მიყვანილი. ახლა ზოგადად რაც შეეხება პასეს დელეგაციის ვიზიტს, მათი რიტორიკა ვიცით ჩვენი წლები გასული არჩევნებიდან მოყოლებული, საუბრობდნენ იმას, რომ თურმე გაყალბდა გასულ წელს არჩევნები და შესაბამისად ითხოვდნენ, ესე ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნებს. ეს იყო ზუსტად ის იმ რეზოლუციაში ასახული, რომელიც რამოდენიმე თვის წინ მიიღო პასემ და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შეგვეჩერებინა, ესე ვთქვათ, მუშაობა საპარლამენტო გუნდს მუშაობა პასეში. წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებმა ზუსტად ცხადყო ის, რომ გასული წლის არჩევნები არ გაყალბებულა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე რაოდენობის ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ, რაც მიიღო გასულ წელს. აქედან გამომდინარე, ახლა მე ბევრ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამ წუთის რა ინფორმაციაც მაქვს, ახლა ჩვენს უმრავლესობის ლიდერს ხვდება პარლამენტის წევრებთან ერთად პასეს დელეგაცია და შესაბამისად გაკეთდება ცოტა მოგვიანებით განცხადება. კი ბატონო. მე ვნახავთ რა დასკვნას გააკეთებენ, ესე ვთქვათ. კი ბატონო, გარდა ამ ასამბლეისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა, ხელისუფლება ხშირად აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ ამ დრომდე არ მოგისმენიათ 4 ოქტომბრის სათანადო შეფასება, მაგალითად ბრიუსელისგანაც. აი ამჯერად რისი მოლოდინი არის თუ არა აი დუმილის ეს პოზიცია მაგალითად დაკავშირებული ნოემბრის იმ თარიღთან, როგორც ვიცით, მომავალ კვირას არის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანგარიში, როცა უნდა დაიდოს. ვხედავთ, რომ პოზიციები ჯერ არ შეცვლიდა და საქართველოს როგორც აი მაგალითად გასულ კვირას გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას არც მომდევნო კვირასაა ბრიუსელში მიწვეული. აი ამჯერად რისი მოლოდინი გაქვთ? შეიძლება თუ არა ეს აი ამ თუნდაც დუმილის პოზიციის ერთგვარი გარდამტეხი გახდეს შემდეგი სამიტი. თქვენ გახსოვთ ალბათ ევროკავშირის ელჩის განცხადება რამოდენიმე დღის წინ, როდესაც განცხადება კი არა, როდესაც იმედი ჟურნალისტი შეკითხვას უსმევდა კონკრეტულ საკითხს, იგივე კითხვას უსმევდა, იმან განაცხადა ჰერჩისკიმ, რომ თურმე რამოდენიმე, ესე ვთქვათ, მაღალჩინოსანი ევროსაბჭოს მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება და დაგმო 4 ოქტომბრის, ესე ვთქვათ, არეულობა პრეზიდენტის სასახლეს. ეს არის ტყუილი, არც ერთი ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი ბრიუსელი იქნება თუ სხვა, ესე ვთქვათ, დასავლეთიდან, რომელიმე გააკეთა. იმ განცხადებაში იყო, რომ ყველა მხარეს მოუწოდებთ ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ესეთი ფორმულირება იყო იმ განცხადებაში. ეს რომელიც გააკეთა მარტა კოსის და კაია კალასის განცხადება, კი რომელსაც ეყრდნობა ხოლმე ევროკავშირის ელჩი. თავიდან ბოლომდე იყო მათი დაგეგმილი, ესე ვთქვათ, მათ მიერ გაწერილი დღის წესრიგი იყო 4 ოქტომბრის ღამე და შესაბამისად ვერ დაგმობენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ჩვენი მოსახლეობა, ქართველი ხალხი, ესე ვთქვათ, შეახეთქა პრეზიდენტის სასახლეს და რაც მოხდა იმ ღამეს ყველამ კარგად ნახეთ, აქედან გამომდინარე ვერ დაგმობენ და ვერ უარყოფენ, ვერ დაგმობენ ამ კონკრეტულ შემთხვევას. ახლა და დანარჩენი ახლა მათი რიტორიკა სანამ არ შეიცვლება, ესე ვთქვათ, პასე იქნება, ევროკავშირი იქნება თუ სხვა ოფიციალური პირების რიტორიკა სანამ არ შეიცვლება, შესაბამისად ჩვენ ამ პოზიციაში ვიქნებით და დროებით შეწყვეტილი გვექნება, ესე ვთქვათ, საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა პასეში.
კი ბატონო, რაც შეეხება ბრიუსელთან ურთიერთობას, მინდა განვაგრძოთ საუბარი იმ პოლიტიკურ განცხადებებზე, რომელიც მოყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის იმ აქტივობებთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ისინი დაარწმუნონ ევროპელი მოკავშირეები, რომ ზეწოლა მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ვერ მოიტანს სათანადო შედეგს და რომ უმჯობესი იქნება ვიზა ლიბერალიზაციის სრულად საქართველოს მოქალაქეებისთვის შეჩერება. მართალია თავად ისინი ამბობენ პირიქით, რომ ხელისუფლების დასანქცირებისთვის იღწვიან და ევროკავშირის ბიუროკრატიის მოუქნელობის გამო ვერ ხერხდება ქართული ხალხის ინტერესების მიხედვით მოქმედებაო, ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. თუ ამ დაშვებას გავყვებით, რომ ოპოზიცია მოქმედებს ქართული ხალხის წინააღმდეგ, რასაც აცხადებთ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაინც რამდენად რეალისტურია, რომ აი ამ ზომის მიღებამდე მივიდეს ევროკავშირი და მიზეზი თუ კი ესეთი გადაწყვეტილება დადგა დღის წესრიგში, ეს ოპოზიციის ცდილობა იქნება ამის ვთქვათ საფუძველი თუ ის ურთიერთობაც, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის არის ჩამოყალიბებული. ნუ წლები ახლა არ ახალია, რომ ჩვენი ოპოზიცია, ჩვენი ქვეყნის მტრები ოპოზიციაც არ ქვია, ამათ დადიოდნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში, კარდაკარ დადიოდნენ კაბინეტ და ითხოვდნენ, რომ ვიზო მიმოსვლა, ესე ვთქვათ, შეჩერებულიყო და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერათ მეორე მხარეს. ანუ ეს ყველასთვის ცნობილია, ფაქტია, არაერთხელ აღნიშნეს ისევ მათივე გუნდიდან. და ის რომ ამადგან სხვას უნდა ველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ეს იქნება მცდარი, ესე ვთქვათ, მცდარი მოლოდინები და ხა რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირი რას იზამს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხა პროგნოზის გაკეთება მარტივი არ არის, ესენი ეცდებიან მაქსიმალურად რომ არეულობა გამოიწვენ და რაც მეტ ესე ვთქვათ დისონანსს შემოიტანს ქვეყანაში, ზუსტად იმ გადაწყვეტილებისკენ გადაიხრებიან. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ და ეხა კონკრეტული შემთხვევა რომ კონკრეტული პირები დასანქცირდეს, ანუ ჩვენ თუ ვიგულისხმებით ამაში, არაერთხელ განვაცხადდა ყველა ეთერში ვიტყვალობთ, რომ ჩვენ თანამდებობის პირები, მაღალი თანამდებობის პირები ვართ მზად რომ და გვასანქცირონ და ოღონდ შეეშვან ქართულ ხალხს ის რაც მისცეს ქართულ ხალხს უკან მოწაიღებენ და ეხა ოპოზიციისგან ეს ამგვარი ქმედებები და საქციელები ეს ჩვენთვის არ ახალია და ანუ ეს წლების განმავლობაში ესე იყო იქნება იმიტომ რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები, ისინი არ ზრუნავენ ქართულ ხალხზე, ისინი საერთოდ იმათ არც უყვართ საკუთარი ქვეყანა, მხოლოდ ფიქრობენ საკუთარ კეთილდღეობაზე, როგორ შეიძლება მალე და მარტივად ჩაიგდონ ძალაუფლება, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ზუსტად იგივე უკეთონ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, რაც უკეთეს 9 წლის განმავლობაში. ბატონი ირაკლი, კიდევ ერთ თემას მინდა შევახოთ, დღეს აქტიურად განიხილება საფრანგეთის ახალი ელჩის შეხვედრა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთ-ერთ ბინაში, რასაც დაკავშირებითაც დაისვა ბევრი შეკითხვა. თქვენთვის პირადად რა იწევს მთავარ კითხვებს, რა არის მთავარი კითხვები, შეხვედრის ფორმატი და ადგილმდებარეობა თუ შეხვედრის მონაწილეთა სია, ან რას გეუბნებათ ერთიც და მეორეც? შეხედეთ ახლა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე მაქვს ესეთი პასუხი, მე ჩვენ კარგად ვიცით საფრანგეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ და სანამ ის დამოკიდებულება არ შეიცვლება, საფრანგეთის ახალი ელჩი იქნება თუ ესე ვთქვათ ძველი ელჩი, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ექნება შეხვედრები ბინებში, სარდაბებში და ასე შემდეგ. როგორც კი შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ცენტრალური ხელისუფლების საფრანგეთის, მაშინ იქნება ოფიციალური შეხვედრები საელჩოებში და იქნება ყველაფერი ესე ვთქვათ ნათელი და დეკლარირებული. დიდი მადლობა. პასუხი ამ შეკითხვას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.